კიდევ უფრო რომ გავიაზროთ თუ რამდენად დაეხმარა საბჭოთა კავშირმა გერმანიას ამ ომში, მოდი შევხედოთ საფრანგეთს. საფრანგეთმა ვერ მოასწრო ჯარის მობილიზაცია და პოლონეთი დაკარგა. ტრაგედიაა, გასაგებია, საფრანგეთის შეცდომის გამო მტერი გაძლიერდა და ეხლა მტერი უნდა დავასუსტოთ, მაგრამ როგორ? რა სუსტი მხარე ჰქონდა გერმანიას ამ ომში? რესურსები. ჰიტლერს სჭირდებოდა რესურსები, ნავთი, რკინა, საჭმელი და ნახშირი. ამ რესურსების გარეშე ქვეყანა ნორმალურად ვერ იომებს და ჰიტლერმა ეს იცოდა. ამიტომაც უკვე ჰქონდა გეგმა რომ დაეპყრო ქვეყნები, სადაც იშოვიდა ყველა ამ რესურსს. რუმინეთს ჰქონდა ბევრი ნავთობი და შვედეთს რკინა და ნახშირი. იმისთვის რომ რუმინეთს არ მიეყიდა ნავთობი გერმანიისთვის, ბრიტანეთმა დაიწყო მთელი რუმინული ნავთობის ყიდვა. პირველი პრობლემა მოგვარებულია. შვედეთთან ვაჭრობა საკმაოდ ძნელია. საფულს კი ბატონო ბალტიის ზღვა არსებობს და გერმანია თავისუფლად იყიდიდა რესურსებს. მაგრამ ზამთარს ბალტიის ზღვა იყინება და ვაჭრობა შეუძლებელია. გერმანიამ ეს იცის, ამიტომაც აპირებს ნორვეგიაში შეჭრას და თან შვედური რესურსების კონტროლს. გერმანიის გარდა საფრანგეთმაც იცის გერმანიის სუსტი წერტილები და გეგმები, ამიტომაც ბრიტანეთთან ერთად ამზადებს ჯარს, რომ მომავალში გერმანიას შეუშალონ ხელი ომის დაწყებაში. საფრანგეთის გენიალური გეგმის დახმარებით დიქტატორმა ვერ შეძლო თავისი მიზნების შესრულება და მეორე მსოფლიო ომი მალევე დამთავრდა. როგორც იცით, მეორე მსოფლიო ომისა და სხვანაირად წავიდა, ანუ საფრანგეთის გეგმამ არ იმუშავა. მიზეზი თუ რატომ არ იმუშავა ამ გეგმამ, სასაცილო არის სატირალი რომ არ იყოს. გერმანიამ ახალი გამყიდველი იპოვა და როგორც მივხვდით, ეს საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა.